ისე უფრო უკეთეს ვარიანტი. ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფი ტოპოგრაფია. 60 კილომეტრის მჭერზე. ყველაზე გრძელი ტოპოგრაფია არის ჩემს პარადმასა კონკურენცია სლოვაკეთში. და იმას ვუწვაკეთებ 3 მეტრი. აქედან დადაბერჩი. ყველაზე გრძელი გვექნება ტოპოგრაფია ჩვენ ევროპაში. აი აქ. შეამოწმებული. ყველას აქვს თავისი დუშით, ყველაფრით. ეს არის ჩვენი პატარა ვიპის ბაღი, მოსასვენებელი. ჯინო პერედაისი არის მართლაც არაჩვეულებრივი პროექტი. მე მინდა ვთქვათ, რომ ასეთი პროექტი მთელ ამიერკავკასიაში არ არის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც განხორციელებულა მთელ საქართველოში. აქ არის 28 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადებული, რომელიც განახორციელებულა ჩვენმა ქართველმა მამულიშვილმა, ბატონმა ნოდარ გიორგაძემ. ჩვენ ასევე განვიხილეთ სხვა პროექტები, რომელიც ეხება ამ თბილისის ზღვის გარშემო ტერიტორიის განაშენიანებას და განვითარებას. დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე საუბარი პირველ ეტაპზე და შემდეგ ჯამში უკვე რამდენიმე ფაზად არ დაყოფილი და მილიარდ დოლარამდე შეიძლება მოხდეს ინვესტიცია. ჩვენ ამ პროექტს ერთობლივად განვიხილეთ თბილისის მერიასთან ერთად ეკონომიკის სამინისტრო არის ჩართული. დღეს ამ პროექტის პრეზენტაცია იყო, ანუ საუბარი არის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის, ახალი ქალაქის გაშენებაზე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამას გარდა ჩვენ ასევე ვაპირებთ ერთობლივად გუდაურში განახორციელებულ პროექტები, ის არის 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია ბაკურიანში. ალბათ ერთვის შემდეგ უკვე დაიწყება პროექტი ანალოგიურად ძირი მასშტაბის, რომ იქ დამსვენებმა შეძლონ გართობა ბავშვებმა და სხვა ვიზიტორებმაც. და ასევე ჩვენ განვიხილეთ კემპინგების სახელმწიფო პროგრამა. ჩვენ გვინდა რომ გამოვაცხოთ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო პროგრამა. თავდაპირველად ჩვენ ალბათ 10 პროგრამას 10 კემპინგის ადგილს გავაკეთებთ, რომელსაც ბატონო ნოდარ გიორგაძე გააკეთებს. ეს მისი ინიციატივა და ჩვენ მაქსიმუმად ხერხს შევუწყობთ ამ პროექტის განხორციელებაში. აი ეს არის ძირითადი ასე ვთქვათ შეჯამებული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დღეს განვიხილეთ. ასე რომ კიდევ ერთხელ მე მინდა აღვნიშნო, რომ და მადლიერებით მინდა აღვნიშნო ბატონ ნოდარ გიორგაძის მიერ განხორციელებულ საქმიანობას საქართველოში. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პატრიოტი ქართველები ბრუნდებიან საქართველოში, სამშობლოში და აკეთებენ ასეთ ემოციურ პროექტებს, ასეთ საინტერესო საინვესტიციო პროექტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს და ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს საბოლოო ჯამში. ასე რომ მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი.